საღამო მშვიდობისა და რა სამიტი იყო, არა? მინდა კიდევ რამდენიმე აზრი გაგიზიაროთ იმ საკითხზე, რომელსაც ვაშუქებთ და რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წელი გარდამტეხი წელი იყო ამერიკული კონსერვატიზმისთვის. ეს იყო არა მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვება, არამედ პლატფორმის, რომელმაც უარყო მავნე მემარცხენე იდეოლოგიები, რომლებიც ანტისემიტიზმთან იყო დაკავშირებული და დემოკრატიულ პარტიაში გაბატონდა. ამერიკული კონსერვატიზმის აღორძინება მაგას დროშის ქვეშ შესაძლებელი გახდა იმის გაცნობიერებით, რომ ეგრეთ წოდებული woke მრავალფეროვნების თაბის თანასწორობისა და ჩართულობის კატეხიზმო DEI იყო დაყოფის ფორმულა, რომელიც რასობრივ დაპირისპირებას ამძაფრებდა და არ აკურნავდა. ეს იყო ამერიკული განსაკუთრებულობისა და დასავლური ცივილიზაციების ძირითადი ღირებულებების უარყოფა, რომლებიც 250 წლის წინ დაარსებული რესპუბლიკის საფუძველს წარმოადგენს. ამიტომაც აშკარა იყო, რომ ომი, რომელსაც პროგრესისტები დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, ამერიკული განათლებისა და კულტურის ინსტიტუტებში მათი ხანგრძლივი შეღწევით ანგრევდა ამერიკული ცხოვრების ქსოვილს. და ამას ამერიკელი ებრაელები ყველაზე კარგად იცნობდნენ. ან ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც იდეოლოგიითა და პარტიულობით იმდენად დაბრმავებული არ იყვნენ, რომ რეალობის აღიარებისთვის მზად ყოფილიყვნენ. ლიბერალები დაუსრულებლად იმეორებდნენ ტყუილს, თითქოს ტრამპს შარლოტსვილში 2017 წლის აგვისტოში მარშირებადი ნაცისტები ძალიან კარგი ხალხი ეწოდებინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰამასის ხელმძღვანელობით პალესტინელი არაბების თავდასხმა მოხდა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს, რაც იყო ებრაელების ყველაზე მასობრივი ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ. ამერიკულმა მემარცხენეებმა იმ დღეს ჩადენილი სისასტიკეები მიიღეს და მაშინვე მკვლელების მხარეს დადგნენ, არა ებრაელი მსხვერპლების. მას შემდეგ გასულ წლებში ჩვენ პირდაპირ ვიხილეთ ათასობით შარლოტსვილის ტიპის შემთხვევა. ანტისემიტური დემონსტრაციები, რომლებიც ებრაელებს ესხმოდნენ თავს, ამ თანამედროვე პალესტინელი არაბი ნაცისტების მხარდამჭერების მიერ, რომლებიც მოუწოდებდნენ ებრაელთა გენოციდსა და ებრაელების წინააღმდეგ ტერორიზმს, სადაც არ 12 უნდა ეცხოვრათ ისინი. და დემოკრატები, როგორიცაა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ძალიან ეშინოდათ თავიანთი მემარცხენე ელექტორატის, რომ მათთვის წინააღმდეგობა გაეწიათ ან დაეგმოთ ისინი. სინამდვილეში სწორედ ბაიდენი, ჰარისი და სხვა მემარცხენეები ექცეოდნენ ამ ანტისემიტებს, ისე თითქოს ისინი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ეს იყვნენ ელიტარული უნივერსიტეტების, როგორიცაა ჰარვარდი, პენი და MIT, ლიბერალი პრეზიდენტები, რომლებიც ვერ ამბობდნენ, არღვევდა თუ არა ებრაელების გენოციდის პროპაგანდა მათი სასწავლებლების წესეთთასად. და სწორედ ტრამპმა დადო პირობა, რომ გამოიყენებდა ფედერალური მთავრობის ძალაუფლებას მათ დასასჯელად და ამ უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების შესაწყვეტად. ვინაც იტმენდა და ახალისებდა ებრაელების ბიზანში ამოღებას ისეთი ფორმებით, როგორითაც არასდროს მოექცეოდნენ არც ერთ სხვა რასობრივ, რელიგიურ ან ეთნიკურ უმცირესობას, თუ არ შეცვლიდნენ თავიანთ ქცევას. ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ იმისთვის, რომ შეასრულა ეს დაპირება და ანტისემიტიზმთან ბრძოლაში უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მისმა რომელიმე წინამორბედმა, დემოკრატმა თუ რესპუბლიკელმა, ასევე ისრაელისადმი მისი ისტორიული მხარდაჭერისთვის. და ამერიკელი კონსერვატორების აბსოლუტური უმრავლესობა არამხოლოდ ეთანხმებოდა მას, არამედ ამას მათი მოძრაობის პრინციპებთან შესაბამისობად მიიჩნევდა. იმასთან, რასაც მისი თანამედროვე დამფუძნებელი უილიამ ფ. ბაკლი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემხრობოდა. მაგრამ 2024 წელს ჩვენ ასევე ვიხილეთ მარჯვენა ფრთაზე ძველი სენის ახალი ფორმის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი თანამდებობის პირები აბსოლუტურად პროისრაელურად იყვნენ განწყობილნი და მეგობრულად ეკიდებოდნენ ებრაული საზოგადოების ინტერესებს. პოდკასტერები, როგორიცაა ტაკერ კარლსონი და სხვები, მაგალითად კიდევ უფრო გიჟური კანდას ოვენსი და ნეონაცისტი გრუპერი ნიკ ფუენტესი იკრებდნენ ახალ და დიდ აუდიტორიას ახალგაზრდა ადამიანებისგან, რომლებიც უკვე გაჟღენთილნი იყვნენ ებრაელთა სიძულვილით, რომელსაც ხელი შეუწყეს მემარცხენე მასწავლებლებმა. მას შემდეგ გასულ წლებში მათ შეიძლება ბევრი საარჩევნო ბრძოლა არ მოუგიათ, მაგრამ მათი ხმები სულ უფრო და უფრო ძლიერდება და მათი გავლენა უკვე შეიმჩნევა მემარჯვენე ინსტიტუტებშიც კი, რომლებიც გვეგონა, რომ ანტისემიტიზმის მაცდუნებელ ხმას არ დაექვემდებარებოდნენ. ეს მემარჯვენე ებრაელთმოძულეები დიდად არ განსხვავდებიან მათი მემარცხენე ანალოგებისგან იუდეო-ქრისტიანული მემკვიდრეობის უარყოფაში. ეს არის ამერიკული თავისუფლების საფუძველი და მათი ანტიზიონიზმის მიღება, რომელიც განუყოფელია ანტისემიტიზმისგან. მართალია, კარლსონის ისტერიული გამოსვლები ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ გავს იმ ტყუილებსა და ცილის წამებებს, რასაც ისეთი ფიგურებისა და გამოცემებისგან, როგორებიც არიან ზორა მამდანი და New York Times-ი ვისმენთ. ეს არის ყველაზე ცუდი სახის უკიდურესობების დამსგავსების პოლიტიკა. თუმცა ისინი დაგმეს და სიტყვიერად გარიცხეს ტრამპის მაგა მოძრაობიდან თავად პრეზიდენტმა. და რესპუბლიკური პარტიამ და რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა დასაჯეს მემარჯვენე ანტისემიტები.
აი რატო არ იყარა მარჯორი თეილორ გრინმა კენჭი ხელახალ არჩევნებში და რატომ გააბრუნებენ თომას მასის თავის კენტუკის ფერმაში მომავალ იანვარში? ისინი ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან მემარჯვენეებში, მაგრამ უპასუხისმგებლობა იქნებოდა უარყოფით, რომ მათი გავლენა იზრდება. ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემა გახდა ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო. და როდესაც გასული წლის დეკემბერში მისი Turning Point USA ჯგუფის შეკრებაზე კარლსონის მიერ გაპოპულარულებული ახალი ანტისემიტიზმის თემა განიხილებოდა, სამწუხაროდ ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა განაცხადა, რომ ის არ აირჩევდა ბენ შაპიროს მსგავს ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ებრაელთა სიძულვეს, ან კარლსონის მსგავსებს, რომლებიც ცდილობენ მისი ნორმალიზებასა და გავრცელებას. ამ მომენტში აშკარა გახდა, რომ ამ საკითხზე მისი არამორალური ნეიტრალიტეტი ამერიკულ კონსერვატიზმში κρიზისს ქმნიდა. და ეს კრიზისი ბოლო 6 თვის განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან მემარჯვენეებიდან ზოგიერთები ეწინააღმდეგებიან ომს ანტიამერიკულ ისლამისტურ ტერორისტულ რეჟიმთან ირანში. და ცდილობდნენ სრულად დაებრალებინათ ისრაელისთვის, ამერიკელი ებრაელებისთვის და ისრაელის ევანგელისტ ქრისტიან მხარდამჭერებისთვის. შეერთებული შტატების მონაწილეობა იმ ომში. სამწუხაროდ, თეთრი სახლის და განსაკუთრებით ვენსის კომენტარები ისრაელზე და ომზე ბოლო კვირებში არა მხოლოდ უპასუხისმგებლოა. ამან მხოლოდ წაახალისა მარჯვენა ფრთის ხმამაღალი და მზარდი ანტისემიტიზმი. და თუ ჩვენი იმედების საპირისპიროდ ირანთან და შვეიცარიასთან მოლაპარაკებების შედეგი და შემდგომი მოვლენები ირანის გაძლიერებასა და გამდიდრებას გამოიწვევს. ისევ, ისრაელის დამნაშავედ გამოცხადება მარჯვენა ფრთის ზოგიერთ წრეში კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცევა. ეხლა კონსერვატორების წინაშე არსებული არჩევანი მხოლოდ ის არ არის, რას ფიქრობენ ისინი ომზე, რომელიც დასავლეთის დაცვას ემსახურება მარქსისტებისა და ისლამისტების წითელ-მწვანე ალიანსისგან. ან არ სუმდევით უყარა ირანის მიმართ ახალი დათმობის პოლიტიკა კარგი იდეა. ეს ასევე ეხება იმას, დაუშვებენ თუ არა ანტისემიტიზმის სცენის ფესვგადგმას საკუთარ ვიგებში. ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტისემიტიზმი მარცხენაში დღეს უფრო დიდი პრობლემაა, იმ ადამიანების წინააღმდეგ არ გამოსვლა, დაგმობა და ანათემა, რომლებიც ან ხიად ანტისემიტები არიან. კარლსონისა და ოუენსის მსგავსად, ან მათ გამამართლებელ და დამცველ ადამიანებს, მაგალითად მეგინ კელის, არა მხოლოდ დააზიანებენ იმ კონსერვატიულ კოალიციას, რომელმაც 2024 წელს გაიმარჯვა, არამედ ასევე შეუთხოვენ ხელს მემარცხენეთა მცდელობას, გაანადგურონ ამერიკა და დასავლეთი და დაეხმარებიან მათ, ვინც ისწრაფვის ებრაელთა გენოციდისკენ ისრაელში. ამერიკელი კონსერვატორები იბრძვიან თავიანთი მოძრაობის სულისთვის ბრძოლაში, რომელიც სამწუხაროდ ამერიკელმა ლიბერალებმა შეიძლება უკვე წააგეს. ამ შემაშფოთებელი ტენდენციის მხარდამჭერი არგუმენტები, როგორც ჩანს, შედგება ან სულელური სურვილისგან ჩართულობისკენ, ან და აქ ისევ გულისხმობ JD Vance, ძველი მეგობრების დაგმობის უარისგან და მზადყოფნისგან თქმისგან, რომ შეურაცხონ და განტევების ვაცებად აქციონ ისრაელის მოკავშირეები. მაგრამ თუ კონსერვატორებიც არ გაავლებენ ხაზს, როგორც უილიამ ბაკლი აკეთებდა 1960-იანებსა და 90-იან წლებში, არ გამოაძევებენ ანტისემიტებსა და ანტიზიონისტებს თავიანთი მოძრაობიდან, საფასურს მხოლოდ ებრაელები არ გადაიხდიან. ამ საფასურს გადაიხდის ყველა, ვინც ხვდება, რომ დასავლეთი სიცოცხლისთვის იბრძვის ამ ტოქსიკური იდეოლოგების წინააღმდეგ. როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ JNS-ში არ დავაყოვნებთ და დაგმობთ ანტისემიტიზმს მემარჯვენეებში, სადაც არ უნდა იყოს ის აღმოჩენილი ზუსტად ისე როგორც ვიქცევით მემარცხენეების შემთხვევაში. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ირანის დაშოშმინების ახალ პოლიტიკას. თუ მართლაც ამას ვხედავთ ახლა განვითარებულს, იმავე ენერგიით, რა ენერგიითაც ვეწინააღმდეგებოდით ძველ ვერსიას. და იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად მემარცხენეები შეიძლება უკვე დაკარგული საქმე იყოს, როცა საქმე ებრაელთა სიძულვილს ეხება. ამერიკული კონსერვატიზმის სულისთვის ბრძოლა მომავალ წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, რომ მეგობრებისადმი ევთგულებამ ან პარტიულობამ არ შეგვიშალოს ხელი ამ პრობლემის აღიარებაში. და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ტაკერის და მისი ყველა მეგობრისა და მოკავშირისად შირის, იქნება ეს ინტერნეტში, პოდკასტებში თუ მაღალ თანამდებობებზე, მორალურ და პოლიტიკურ დავიწყებას, მივაბაროთ, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. მადლობთ.